მოგისალმებით, მინდა გავაკეთო განცხადება იმასთან დაკავშირებით, როცა მთავარ პროკურატორამ მოგეხსენებათ ბრალი წაუყენა როლანდ ახალაიას იმასთან დაკავშირებით, რომ ის უფლებამოსილების გადამეტებით მის კომპეტენციაში არ შემავალი საკითხებით იყო დაკავებული და ეს თავის თავში მოიცავდა იმას, რომ თითქოს და საპროცესო გარიგების სანაცვლოდ ის არარსებულ ანაკლიის განვითარების ფონდში არ იწყინებდა კონკრეტულ ანგარიშზე თანხას, რომელიც აღმოჩნდა კომპანია სანის ანგარიში. მე ამასთან დაკავშირებით გასულ წელს კიდე გავაკეთე პარლამენტში განცხადება, მაგრამ რატომღაც მაშინ ეს არ იქნა ყურადღების ქვეშ მოქცეული. მე მაშინ ვთქვი, რომ კომპანია სანი არის ახალაიებთან დაკავშირებული. რა თქმა უნდა, გაჩნდა კითხვები, რომ საიდან მქონდა ეს ინფორმაცია, მაგრამ ეს ინფორმაცია მქონდა. ამ კომპანიის ხელმძღვანელი არის სერიოჟა გვარამია, ეს კომპანია არის რეგისტრირებული ზუგდიდში, აღმაშენებლის ქუჩაზე და მე მინდა გავაკეთო განცხადება მასთან დაკავშირებით, რომ აღნიშნულ კომპანიაში გარდა იმისა, რაც პროკურატურამ წაუყენა ბრალი, ძალიან დიდი რაოდენობის სახელმწიფო ბიუჯეტის თანხები არის გადარიცხული იმ გაგებით, რომ აღნიშნული კომპანია იყო ნაციონალების მფარველობის ქვეშ. ის იგებდა საეჭვოდ ტენდერებს წლების განმავლობაში და მხოლოდ 2012 წლის წინასაარჩევნო პერიოდში შევეხები, როდესაც ამ კომპანიამ მოიგო ჯამში 42 მილიონიანი ტენდერები და რატომღაც არჩევნების წინ ამ კომპანიას მისცეს წინასწარ ავანსის სახით 8 მილიონი ლარი, რომელიც ჩვენი აზრით, რა თქმა უნდა, მოხმარდა საარჩევნო პერიპეტიებს, იმიტომ რომ მოგეხსენებათ ამ ანგარიშზე ჩარიცხული თანხები, რასაც როლანდ ახალაია არიცხინებდა სხვადასხვა ადამიანებს, ბუნებრივია ეს იქნა გამოყენებული კომპანიის კომერციული მიზნებისთვის, როგორც ამბობენ, მაგრამ ეს კომერციული მიზნები იყო არჩევნებში ამ თანხების გამოყენება. მე წამოვიღე სპეციალურად, ოფიციალურად ამოღებული მასალები მუნიციპალური განვითარების ფონდიდან და ჩავიკითხავ იმ ობიექტებს, სადაც უნდა განეხორციელებინა პროექტები აღნიშნულ კომპანიას და სამწუხაროდ დღეს ეს პროექტები ფაქტიურად არის გაჩერებული. არ სრულდება და ამ ფონზე ყოველდღიურად ჩვენ ვხედავთ ნაციონალური მოძრაობის აქტივისტებს ჩადიან იმ ობიექტებზე, ატარებენ ამ ობიექტების წინ პრესკონფერენციებს და მოსახლეობას მოუწოდებენ თუ აი როგორ არ მუშაობს ახალი ხელისუფლება და ამ დროს მინდა გითხრათ, რომ ეს იყო მათთან ასოცირებული ახალაიას კომპანიის, ასე ვთქვათ, გასაკეთებელი საქმე. შორს რომ არ წავიდე, გეტყვით, რომ პირველი ასეთი პროექტი, რომელიც ხას უსვა პროექტებს, რომელიც უნდა დამთავრებულიყო დღის მდგომარეობით, იყო ვანის არქეოლოგიური გათხრების მუზეუმი, სადაც 7 მილიონიანი, ასე ვთქვათ, პროექტი უნდა განხორციელებულიყო და სამწუხაროდ დღეს მხოლოდ ამ პროექტის 10%-ია შესრულებული, ხას უსვა მხოლოდ 700,000 ლარის სამუშაოა შესრულებული და 1,200,000-ზე მეტი უკვე გადარიცხულია აღნიშნული კომპანიის ანგარიშზე თანხა. მას შემდეგ რაც, ასე ვთქვათ, ტენდერი მოიგო ამ კომპანიამ, მოიგო ბჭყალებში, რა თქმა უნდა, იცოდნენ ვის უნდა მოიგო ეს ტენდერები, მას უნდა გაეკეთებია ქალაქ წყალტუბოს ცენტრალურ ნაწილში არსებული შენობებისა და მცირე ზომის საფეხმავლო ხიდების რესტავრაცია, რომელიც იყო 3,5 მილიონიანი ტენდერი და აქაც, ასე ვთქვათ, მხოლოდ 10-12%-ის მოცულობის სამუშაო აქვს შესრულებული. შემდეგი იყო ქალაქ წყალტუბოში ცივი ტბის და ცენტრალური პარკის გზების ბილიკებისა და სანიაღვრე სადრენაჟო სისტემების რეაბილიტაცია და უნდა დახარჯულიყო 9 მილიონი ლარი. აქაც დაახლოებით მილიონამდე ლარი არის მხოლოდ დახარჯული. აგრეთვე წყალტუბოს წრიული გზის სანიაღვრე სისტემის და წრიული გზის საფარის რეაბილიტაცია, სადაც 5,700,000 ლარი უნდა სამუშაო უნდა შეესრულებინათ და ბოლოს ეს იყო 7 სახლიანი საცხოვრებელი უბნის შენებლობა ქალაქ ფოთში ტოლვილებისათვის, სადაც უნდა დახარჯულიყო 11 მილიონი ლარი და ეს პროექტი საერთოდ ჩავარდა. მე მინდა გითხრათ, რომ ამ ტენდერებში მიღებული, ასე ვთქვათ, გამარჯვების მოპოვებული გამარჯვების შემდგომ, ბჭყალებში მოპოვებული გამარჯვების შემდგომ, ამ კომპანიას დღეს უკვე მიღებული აქვს 12,600,000 ლარი
და აქედან მხოლოდ 10 მილიონი ლარის სამუშაოები არის შესრულებული. 2.600.000 ლარი ავანსად აქვს წინსწრებად წაღებული და მე ვფიქრობ, რომ ეს კომპეტენტური ორგანოები უნდა დაინტერესდნენ თუ რეალურად ის 10 მილიონის სამუშაოების აქვს თუ არა შესრულებული. მე სრული პასუხისმგებლობით გეუბნებით ჩემს რაიონში ვანის არქეოლოგიური მუზეუმზე 700.000 ლარის კი არა, არ იქნება 100.000 ლარის სამუშაოები შესრულებული. ანუ ის სამუშაოების შესრულებაც არის, ასე ვთქვათ, ძალიან სერიოზული კითხვის ნიშნის ქვეშ. ანუ ეს კომპანია არის ზუგდიდში. ეს კომპანია არის ზუგდიდში, ეს კომპანია არის ხალხობოსა და ვანში გასაკეთებულ პროექტებთან დაკავშირებით ზუგდიდში დარეგისტრირებულ კომპანიას, ანუ როლანდ ახალაიას ხალხობოსა და ვანში დაკავშირებით. როლანდ ახალაიასთან დაკავშირებული კომპანია ზუგდიდიდან, ანუ ეს სახელმწიფოსთან ხელი ხარჯებოდა, ირიცხებოდა ამ კომპანიაში და ანუ ზუგდიდთან და ხალხობოსთან, ზუგდიდის ხალხობოსთან ვერ გაიგეთ, თუ არასწორად თქვი, თუ რა? გამბიმართ. არა, გაგიმარტავთ. ეს კომპანია რეგისტრირებულია ზუგდიდში, მაგრამ კომპანია შეიძლება იყოს რეგისტრირებული ზუგდიდში და სამუშაოს აწარმოებდეს წალკაში. აქ არავითარი პრობლემა არ არის, მაგრამ საქმე არის იმაში, რომ ეს კომპანია არის ახალაიებთან ასოცირებული კომპანია და როლანდ ახალაია ადამიანებს ხას უსვამ უკანონოდ დაპატიმრებულ ადამიანებს ეუბნებოდა. აი ეს თქვენ ანგარიშის ნომერი, აი თქვენი სახელმწიფო ანგარიშის ნომერი რომ მიეცათ. და ეთქვა ეს არის ანაკლის განვითარების ფონდის ანგარიში, ამ ანგარიშზე გადარიცხავთ თანხას და ამის სანაცვლოდ თქვენ საპროცესო გარიგებას გაუფორმებთ თქვენს მეუღლეს, ჯვარით რა. რა თქმა უნდა, საპროცესო თანხაც უნდა გადაეხადათ, ასეულ ათასობით ლარზეა საუბარი და პლუს ამას ცალკე ირიცხებოდა ანგარიშზე, რომელიც ყველას ეგონა დღემდე, რომ ეს იყო სახელმწიფო ბიუჯეტის რაღაცა შემოსულობის ანგარიში, რომ ეს თანხა ხმარდებოდა ბიუჯეტს და რეალურად ეს თანხა იყო კერძო კომპანიის შპს სანის ანგარიში, რომელიც არის ზუგდიდში რეგისტრირებული და რომელიც არის ასოცირებული და რომელიც არის უკვე დამტკიცებულია, რომ ახალაიებს და ეხლა როლანდ ახალაიას რაშჯიდა იმისათვის, რომ მოქალაქეებისათვის ეთქვა, რომ ეს თანხა გადარიცხეთ ამა და ამ ანგარიშზე და ეს ანგარიში შემდგომ იყო აბსოლუტურად თავისუფალი მოხმარებისთვის, იმიტომ რომ ეს არის კერძო კომპანია, მას შეეძლო ეს თანხები გამოეყენებინა თავის დანიშნულებისამებრ, ვითომ გამოეყენა კომერციული ბიზნესისას, მაგრამ მე გეუბნებით, რომ ეს თანხები გამოყენებული იქნა ნაციონალური მოძრაობის დასაფულიანებლად. აქ გაუგებარი, მე მგონი არაფერი არ. მათ გაიმარჯვეს. არა, პრემიერმა გამოაცხადა მორატორიუმი, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ საქმის ძიება, ასე ვთქვათ, შეჩერდება, არ იქნება გაგრძელებული, რა თქმა უნდა, იქნება საქმეები გამოძიებული და თუ იქნება რაღაც ისეთი ფაქტი გადაუდებელი, რომელიც მოითხოვს გადაუდებელი რეაგირებას და დაუშვათ პოლიტიკური ვიღაც ლიდერი, აქ არ არის საუბარი მარტო პარლამენტის წევრებზე. მინდა გითხრათ, აქ არის საუბარი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილე ნებისმიერ, ასე ვთქვათ, კანდიდატზე, თუნდაც, რომ თუ მის აქტიობას ხელი შეეშლება, ამაზე იქნება, ასე ვთქვათ, მორატორიუმი, თორე თუ გარდაუდებელი აუცილებლად ბუნებრივია მოხდება, ასე ვთქვათ, ამ ადამიანების, ასე ვთქვათ, დაპატიმრებას და ასე რომ ეს საქმე მორატორიუმი არაფერს არ უშლის ხელს, ეს საქმე არის ძიებაში და მე ვფიქრობ, რომ ეს არ არის ერთადერთი კომპანია. ასეთი ათეულობით კომპანია ჰქონდა ნაციონალურ მოძრაობას, სადაც ანალოგიურად ირიცხებოდა გაურკვეველი თანხები, რომელსაც შემდეგ ეს კომპანიები იყენებდნენ თავის შესაბამისად. ანუ როცა თქვენ ხართ კერძო კომპანიის რაღაცა შპს-ს ფლობელი, თქვენ შეგიძლიათ ხარჯებში ასახოთ ეს თანხა და მე როგორც ვთქვი, ანუ მარტივად რო ვთქვა და გასაგებენაზე. ეს კომპანია აწარმოებდა ატკატების მიცემას ბატონ როლანდ ახალაიასთან. ეხლა მე ამას ვერ დამარწმუნებს, რომ როლანდ ახალაია რაღაც კეთილშობილი მიზნებით მოქმედებდა, მან პარლამენტის ტრიბუნიდან ის განცხადებას გააკეთა, რომ თითქოს მას ეკლესიის სიყვარულისთვის ჯიან, რაც არის აბსოლუტურად გაუგებარი, ეს განცხადება ჩემთვის მიუღებელი, ანუ ვითომ მას უნდა აეშენებია საპატრიარქოსთვის რეზიდენცია იქა და ამიტომ არ ეცხინებდა ამ თანხებს, ასე ვთქვათ, ამ ანგარიშზე, მაგრამ იქ არც რამე აშენებულა, ამ შენებლობა დაწყებულა და რაც თავარია, ჩვენ გვაქვს სახელმწიფო მოხელესთან საქმე, რომლის უფლებო მოსილებაში არ შედიოდა, რომ მოქალაქეებისთვის მიეცა ანგარიშები და იქ სხვა თანხები გადარიცხულიყო რა, მე მგონი აქ გასაგებია უკვე ყველაფერი რა. ამიტომ მე მოუწოდე პროკურატურას ამ საკითხს ცოტა უფრო ღრმად ჩაუმავდეს
და ინფრასტრუქტურის და რეგიონალური განვითარების სამინისტროდან ამოიღო მონაცემები მუნიციპალური განვითარების ფონდში მოპოვებული, ასე ვთქვათ, ტენდერების შედეგად მილიონობით ლარი არის დახარჯული, ასე ვთქვათ, მე ვფიქრობ, რომ არასათანადოდ ერიცხებოდათ თანხები და სამუშაოები არ არის შესრულებული. დაინტერესებული ნებისმიერ ჟურნალისტს შეუძლიათ თქვენ გყავთ თქვენი, ასე ვთქვათ, წარმომადგენლობები რეგიონში და შეუძლიათ ნახოთ და როდესაც წინა კვირაში ორჯერ ატარებს ბრიფინგს იგივე თევდორაძე და იგივე სხვა ნაციონალური მოძრაობის წევრები წყალტუბოს ფონზე, როგორ დანგრეულია და არ არის აშენებული იქაურობა, ეს უნდა გაეკეთებიან მეთქი მათთან ასოცირებულ კომპანიას. ამას ვლაპარაკობ. კომპანია სანის 3 პროექტი ქონდა ჯამში 16 მილიონი და 3-ვე პროექტი ჩავარდნილია. მე მოუწოდე პარლამენტის ტრიბუნიდან მაშინ რეგიონალური განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს რომ მოეხდინათ აღნიშნული პროექტების ინვენტარიზაცია და მოხდეს, ასე ვთქვათ, ინვენტარიზაციის შედეგად დადგენა რეალურად რა თანხაა დახარჯული და რაც თავარია, ამ კომპანიას თუ უკვე შეწყვეტილი არ აქვს, მე არ ვიცი ახლა სამინისტროში არ მუშაობ, ბუნებრივია პარლამენტის წევრი გახლავარ და თუ შეწყვეტილი არ აქვს, უნდა შეუწყდეს მას ხელშეკრულება და უნდა გამოცხადდეს ახალი ტენდერი და ასე ვთქვათ, პატრიოსანი კომპანია უნდა გამოჩნდეს, რომელსაც ჩაერიცხება თანხები და ამ კომპანიამ კიდე კეთილი უნდა ინებოს ის ავანსად წაღებული 2.600.000 ლარი. მე მგონი პატარა თანხა არ არის, როცა მაგენი 100 ლარის გულისთვის ციხეებში წლების განმავლობაში უშვებდნენ ხალხს. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ აბსოლუტურად მიუღებელია ეს ჩემთვის როგორც რიგითი მოქალაქის და როგორც პარლამენტის წევრისთვის, რომ გამოდიოდნენ ტელევიზიით და კიდე ასე ვთქვათ მოსახლეობას უკითხავდნენ რაღაცა ნატაციებს, რომ ესე იგი ვითომ მათ ვინმე ჩაგრავს. არავინ არ ჩაგრავს მათ. თვითონ იჩაგრებიან თავისი უსაქციელო საქციელის გამო. ეს არის მთავარი. დიდი მადლობა. თუ დაგაინტერესებთ, აი მე განახებთ, აი აგერა მაქვს ისინი რა ქვია